ესტონეთმა წამოაყენა წინადადება ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ. ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ. უკვე დავაგვიანეთ საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება, თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კაია კალასის განცხადებით ევროკავშირი მხარს უჭერს ქართულ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას. ჩინეთი ანაკლიის აშენების სანაცვლოდ ითხოვს მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ გაფართოვდეს ფოთისა და ბათუმის პორტები. თუ ტვირთების საკმარისი არ იქნება ზარალი, უნდა ანაზღაუროს საქართველო. ამის შესახებ რომან გოცირიძე წერს. მისი ინფორმაციით მთავრობა პირველს დათანხმდა, მეორე პუნქტზე კი ჯერ ფიქრობს. 2025 წელს საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1560 შემთხვევა დააფიქსირდა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სტატისტიკით გასულ წელს 170 ბავშვზე იძალადეს სექსუალურად. ჩვენი შვილების სიცოცხლის წლები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაგავში გადასაგდების საკითხი მშობლების სარჯველაძეს პასუხობენ. ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე მედიკამენტი არაეფექტურად შეაფასა, თუმცა ტიუშენის დაავადების მქონე ბავშვების ოჯახები ამბობენ, რომ პრეპარატის ეფექტურობა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ისინი კანცელარიასთან უწყვეტ პროტესტს გააგრძელებენ.